სახელითა მამისათა დაძისათა დასულისაწმინდისათა ყველას მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას სწავლას წმინდა ბასილი დიდის გამარტებით 64 ფსალმუნი 64 ეს არის დასასრულსა ფსალმუნი დავითისი გალობა იერემიასი და ეზეკიელისი ერისამის მსხემობისაი. მეგობრებო, მე ვკითხულობ ესე ვთქვათ სპეციალურად ნელა, რომ უფრო კარგად გაიგოთ და ეს გამარტებებიც და ესე იგი მშვიდად გააკონტროლოთ და ესე ვთქვათ გასაგები კარგად იყოს და მარტივად. და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. ეს პატარა ფსალმუნი არის და საინტერესო და ასევე თქვენც მეგობრებო გააყოლეთ ტექსტ თვალი, რომ უფრო ასევე გავიმეორებ, რომ კარგად უფრო აღიქვათ და ესე იგი კარგად უფრო ჩაგიждდებათ გონებაში და გულშიც. პირველი მუხლი. შენ მშვენის გალობაი ღმერთო სიონს და შენ მიგეცეს ლოცვაი იერუსალემს. ესე იგი დავითი ადიდებს, ხო დავით მეფე, დავით მეფსალმუნე ადიდებს ღმერთს, რადგან სიონი, ანუ ღვთის ეკლესია მისი ქების ადგილია. ბასილი დიდი ამბობს, რომ ჩვენი ლოცვები მეგობრებო და ქება ღმერთს მიეძღვნება, რადგან ის იერუსალემის, ანუ ჩვენი სულის მფარველია. მეორე მუხლი. შეგესემინ ლოცვისა ჩემისაი, შენ და ყოველი ხორციელი მოვიდეს. მეგობრებო, აქ მე მინდა გითხრათ, რომ მე არა მარტო ბასილი დიდის გამარტება, ასევე ჩავთეთ აქ ჩვენ იოანე ოქროპირის გამარტებაც, თეოფილაქტე ბულგარელის, ასევე რა თქმა უნდა ბასილი დიდის და კიდე სხვა წმინდა მამების, რომ უფრო ესე ვთქვათრავაფეროვანი იყოს და უფრო საინტერესო და უფრო მეტი გავიგოთ სხვადასხვა მამების გამარტებები. ხო, მეორე მუხლი, ანუ იოანე ოქროპირი ამბობს ამ სიტყვებზე, ხო, ეს შეგესემი ლოცვისა ჩემისაი, შენ და ყოველი ხორციელი მოვიდეს. ანუ ღმერთი ისმეს ყველა ადამიანის ლოცვას, რადგან ის ყველას მაცხოვარია. წმინდა იოანე ოქროპირი გვარწმუნებს, რომ ღმერთთან მისვლა ყველასთვის ღია. თუ გულწრფელად ვილოცებთ, რა თქმა უნდა. თუ გულწრფელი დამოკიდებულება და ურთიერთობა გვექნება ღმერთთან. მესამე მუხლი. სიტყვანი უჯულოთანი განძლიერდეს ჩვენ ზედა და უღმერთოებათა ჩვენთაგან შენ მილხინო. აი თეოფილაქტე ბულგარული გამარტებით ასე არის, რომ ცოდვები ჩვენ გვაწუხებს, მაგრამ ღმერთი გვაპატიებს, თუ მოვინანიებთ გულით, გულწრფელად, აღარ გავიმეორებთ. აქ არის საუბარი, რა თქმა უნდა, დიდ მომაკვდინებელ ცოდვებზე, ხო? ეხლა ესე ვთქვათ, მოდით ასე დავარქვათ, პატარა ცოდვები ჩვენ ყოველდღიურად ჩავდივართ, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია რომ არ გამიკითხოთ, არ ვინმე ესე იგი თუ ესე იგი სიტყვით არა, გულით ან ესე უბრალოდ გონებაში, მაინც გავიფიქრეთ რაღაცა შეგშურდება, რაღაცაზე ვიტყვით, ну მოკლედ, ბევრი რამ, ხო? ამიტომ ღმერთის წყალობა ჩვენ სისუსტეებზე ძლიერია, მეგობრებო. და ამიტომ აი რატომ უნდა ვიმეოროთ, მოუკლებლად, როგორც პავლე მოციქული ამბობს, მუდამ ვილოცოთ სულ იესოს ლოცვით, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, დიდება შენ და უფალო და მადლობა ყველაფრისათვის. შემდეგი მეოთხე მუხლი. ნეტარას რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთან. აღვიხსნეთ ჩვენ კეთილითა სახლისა შენი საითა წმინდა ტაძარი შენი.
ასეთი გამარტებაა მეგობრებო, რომ ანუ ნეტარია ის, ვისაც ღმერთი თავისთან აახლოვებს. ბასილი გვასწავლის, რომ ღვთის ტაძარში, ეკლესიაში ხო ჩვენ ასე იგი ვივსებით ხო სულიერი სიკეთითა და სიწმინდით. შემდეგ საკვირველ არს სიმართლითა შეისმინე ჩვენი ღმერთო მაცხოვარო ჩვენო სასო ანუ იმედია იმის ნიშნავს სასო ყოველთა კიდეთა ქვეყნისეთაო გასავთ ქვეყანისათაო და რომანი არიან ზღვათა შინაშორს. იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ღვთის სამართლიანობა საოცარია და ასე იგი და ის ყველას იხსნის, ვინც მას ენდობა თუნდაც ყველაზე შორეულ ადგილებში. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს ასევე, რომ ღმერთი მთელი სამყაროს იმედია. შემდეგ გამზადნა მათნი უკაცრავად გამზადნა მთანი ძლიერებითა თვისითა გარე შერწყმულმან ძლიერებითა გამარტება ასეთია მეგობრებო. ბასილი დიდი გამარტავს, ღმერთმა თავისი ძალით შექმნა მთები, რაც მისი უსაზღვრო ძალაუფლების სიმბოლოა. ასევე ბასილი დიდი გვახსენებს, რომ ღმერთის შემოქმედება ჩვენს თვალწინ ადასტურებს მის სიდიადეს. შემდეგ შეგახსენებთ, ეს არის 64 ფსალმუნი და ჩვენ ვაგრძელებთ მე-7 მუხრიდან. რომელი შეაზრწუნებს სიმდიდრესა ზღვისასა ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმო შეძრწუნდეს წარმართნი. თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს, რომ ღმერთი ზღვის შტორმსაც კი ამშვიდებს, რაც მის თქმა უნდა ძალაუფლებას აჩვენებს, ასევე რომ ღმერთის ძალა ყველა ერს აუცებს და შიშის ზარს წემს. მერვე მუხლი და ეშინოდის მკვიდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან გამოსვლასა ცისკრისასა და მწუხრესასა მხიარულებაი. ანუ ღმერთის სასწაულები მთელ მსოფლიოს აუცებს დილით თუ საღამოს. ხო იოანე ოქროპირი ამბობს და გვარწმუნებს, რომ ღვთის საქმეების სიხარულს ანიჭებს მათ, ვინც მას ენდობა. მოხედე ქვეყანასა და დაათრე იგი განამრავლე თანმდიდრებაი მისი მდინარე ღმრთისაი აღივსო წყლითა განუმზადე საზრდელი მათი რამე თუ ესიას გამზადებაი. ანუ ღმერთის ზრუნავს, ხო ბასილი დიდის გამარტებით ღმერთის ზრუნავს მეგობრებო დედამიწაზე და ასაზრდოებს მას წვიმითა და სიუხვით. ასევე ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს ღვთის მზრუნველობის ნიშანია, რომელიც ყველასათვის საზრდოს ამზადებს. შემდეგი მე-10 მუხლი. ურნატნი მისნი დაათრნენ, განამრავლე ნაყოფი მისი ცუარეთა მისთა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი. აკურთხო გვირგვინი წელიწადისა სიტკბოებითა შენითა და ველნი შენი აღივსნენ სიპოხითა. ესე იგი ღმერთი წელიწადს თავის სიკეთეს აგვირგვინებს და იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ღვთის კურთხევა ყოველ სეზონს სიუხვით ავსებს, რაც მის სიყვარულს ესე იგი გიჩვენებს. განაპოხნეს შვენიერებაი უდაბნოისაი და სიხარული ბორცუთა შეიმოსენ. ანუ ღმერთის ძალით უდაბნოც კი ყვავის და წმინდა ბასილი დიდი გვარწმუნებს, რომ ღმერთი უნაყოფო ადგილებსაც კი სიცოცხლითა და სილამაზით აავსებს, როგორც ჩვენ სულებს. და ბოლო მუხლი, ეს არის მე-13 მუხლი, შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფხლი ხაღადებდნენ და გალობდნენ. თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს მეგობრებო, რომ ღვთის კურთხევით მიწა სავსეა ცხოველებითა და მარცლეულით, რაც ქებას იმსახურებს. ასევე თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს, რომ მთელი შექმნილი სამყარო ღმერთს გალობით ადიდებს.
ვიცმისმედით, ყველას ღმერთმა შეგიწიროთ და მეგობრებო, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, თქვენთვის არაფერი არ არის, ეს ერთი წამის დაკლიკება არის და ჩვენთვის უდიდესი мотивация და მნიშვნელობა არის, ასევე გაუზიარეთ ვიდეო არხზე არის წმინდა წერილი, ძველი აღთმა, ახალი აღთმა, წმინდა მამის გამარტებით, ეხლა პროცესიც მიდის, მე ნელ-ნელა ტვირთავ და გაუზიარეთ სხვებსაც, რომ სოციალურ ქსელებში იქნება თუ სად, რომ ესე იგი ბევრმა ქართველმა და ემიგრანტებმა ასევე უსინათლოებაც მოусმინონ და ასევე ვის სმენის ყურის პრობლემები აქვს, შეუძლია წაიკითხოს საქართველოს ტიტრები და თქვენ შეიტანეთ წვრილი ღვთის ნების და წერილის წმინდა სახარების გავრცელებაში. ღმერთმა გაგახარო და დაგლოცოთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.